და არ გეშინია. ყველაფერი აკადეთ და ომია და რა, ისე ადამიანს ისე არ მოდის რაღაც აქტიალობით ალბათ არ მაქვს რაღაცა. შეიძლება არ თქო მეშინოს პრინციპში ახლა მაინც ფიზიკაში ვარ ასე რომ ინგლისიაში ვარ. და ისე რა ვიცი ახლა სოლები სამბოლოო დროს შეცდა რა რაღაც. მიდანა კი იყო რაღაც ისეთი სოლები, რაღაცა თან. ის ყოლობა რა თქმა ხალხი თუ მოდის, ფაქტობრივად აქ ყველა მეომარი არის სოფლის მკვიდრი. ამას გარდა კიდევ არიან ბიჭები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან. თუ მოდიან ისინი? კი, ჯარისკაცები მოდიან. შემოდიან, რა როგორაც ესე იგი ზოგი არის აგად მორწმუნე ასე რომ ეგრესიურად ცხოვრობ და ზოგი ისე არის ცოტა შორტი იყო ეკლესიიდან. ყოველ შემთხვევაში ადამიანი რაც უფრო ესე იგი ახლოს არის ასე რომ ვთქვათ რაღაც კრიზისულ მდგომარეობაში ხშირად მოდის ეკლესიაში და უფრო მეტად გულწრფელად მოდის. ამიტომ აქაც ესე იგი შვებას პოვებს. კი. ხო, ახლა მე რაც შემიძლია ესე იგი ვცდილობ ხოლმე რაღაცა ველაპარაკო და რაღაცა აუცნობ ის არის რაღაც კიდევ ვიყავ გასული აქ ვიჯერთან და ველაპარაკეთ. Ну, это таки дадიან ჯარისკაცები. Ну, მოსახლეობა როგორც იცით, არა, ფაქტიურად, ენთიანი ადამიანები. ქალები და ბავშვები. აღმაშენებენ, ну, ესე იგი შეაკეთა ესენი, ისინი დადიან და ენთიანი ადამიანები. მამა ანდრეა, თქვენი საზრით, აი ეს კომპლექტი, ქართულ-აფხაზური კომპლექტი. როგორ შეიძლება რომ გადაწყდა? ეთქვე როგორ მიგაჩნია? მე რა თქმა უნდა ეს ეკლესიურად უნდა ვთქვა და ანუ ასედაც გავაკეთებ ესე იგი ჩვენი საზრით ესე იგი ეს რა თქმა უნდა ყველამ ვიცით რომ ეს არის ბრალი ესე იგი ჯერ თავიდან ჩვენი ურწმუნო ცხოვრების და მერე საერთოდ ამ რას რუსეთთან ურთიერთობის და მერე ესე იგი როგორც ყველამ ვიცით ახლა გადაწყვეტა კიდე ერთი შეხედვით რა თქმა უნდა ზართულია მაგრამ ღვთისის არაფერი არ არის ესე შეუძლებელი და ძალიან ადვილად კეთება ყველაფერი შეიძლება მოხდეს ესე იგი ღვთისწყალობით. იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი ეკლესიაში გვაქვს ესე იგი ესეთი აი წინასწარმეტყველება რომ ესე იგი ჩვენი ну საქართველოს ჩვენი ეკლესია უნდა ესე იგი გაძლიერდეს ბოლო დროს. ესე იგი ბოლო დროა ახლა შეიძლება იყოს ბოლო დროა იმიტომ რომ აი გადმოცემის მიხედვით როგორც ვიცით ჩვენ აი როგორც იქა ესე იგი გადმოცემული რაც უნდა მოხდეს თითქმის ყველაფერი ეს ხდება დღეს ჩვენ და საუბედუროთ. და ესე იგი გადმოცემა გვაქვს ჩვენ ასეთი რომ ჩვენი ეკლესია უნდა იყოს ესე იგი უნდა გაძლიერდეს ბოლო დროს. და აქ კიდევ აქ აი კომანში და აქ ახლა კიდე სადაც აფხაზეთის ეპარქიაში და არის კიდევ რაღაც ასეთი გადმოცემები მამებისგან რომ ესე იგი აქ ძალიან ესე იგი აი ყველგან რო იქნება ესე იგი განდგომა ღვთისგან აქ იქნება ესე იგი იდუღებს ასე რომ ვთქვათ ესეთი სამსახურების ცხოვრება. ხო ასე რომ ესე იგი ღვთისმსახურება კიდე არ შესრულდება და ეს ასეთი ცხოვრება არ იქნება თუ მშვიდობა არ იქნება რა თქმა უნდა გარედან ასე რომ ჩვენ იმედი გვაქვს რომ ღვთისმსახურებით ესე იგი ეს მოგვარდება. ну რაც შეეხება თქვენ ესე ადამიანური გაგებით თუ ამბობთ რა შეიძლება ესე იგი გაკეთდეს ეკლესია მოწყობილ სიტყვა. აი ეს შეიძლება არც ვიფიქრე ახლა მაგაზე რომ ცეი მოვალეობა ნავიღათ არა შეხედულება მაინც თქვენი. აი იმიტომ ძალიან რთული არის ესე იგი ადამიანური შეხედულებით ძალიან რთულია ახლა ამის მოგვარება ესე იგი ძალიან რაღაცა და არ ვიცი რა შეიძლება რომ გაკეთდეს რა არის საჭირო თუ საჭირო მე იცი რომ არის აუცილებელი რომ ესე იგი ხალხი ჩვენიერი რომ მეიქცეს ღვთისგან ეს აუცილებელია იმისთვის რომ ესე იგი ყველაფერი კეთილად რომ დამთავრდეს მაგრამ ახლა არც ეს არ მოხდება ასე ვთქვათ და არ ვიცი მე უბრალოდ ღვთისმსახურებაზე ვარ ესე იგი დამოკიდებული ღვთის იმედი ადამიანურად ნართულია მაგის გადაჭრა და მე არ ვიცი ამის რა შეიძლება
Mai magis minut da chceš napraviti u odličnom sakupati. Čem se popraviti. Amen. Ali, idemo dobro. Amen.